პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსის შესატანცვლებებზე მსჯელობა დასრულდა. სრულების თანახმად ყველა საკაბელო ტელევიზიას ვალდებულება დაეკისრება უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზირებული ყველა ტელეარხის ჩართვა თავის ბადეში. რა განცხადებები გაკეთეს სხდომაზე, რა შენიშვნები ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას და რა გაითვალისწინეს კანონპროექტის ავტორებმა, ნახეთ ქეთი ქაშაკაშვილის სიუჟეტში. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულმა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. ცვლილებები კოდექსში საკაბელო მაუწყებლებს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა არხის ტრანსლირებას ავალდებულებს. თუმცა განსაზღვრულია ვადები. კანონი არჩევნებამდე 60 დღით ადრე და არჩევნების წინა დღემდე იქნება ძალაში. სწორედ ეს დეტალი იყო დავის მთავარი საგანი კომიტეტის სხდომაზე. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვლობირებდით ამ ცვლილებების მიღებას, მიგვაჩნია რომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო გარემოში მედია ხელმისაწვდომობის კუთხით. ჩვენი შენიშვნებიდან ერთი არ არის გათვალისწინებული ამ დროისთვის, ეს არის მასკერის მოქმედების ვადებთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მასკერის პრინციპი არ უნდა გაუქმდეს უშუალოდ კენჭისყრის დღეს, არამედ არჩევნების შედეგების შეჯამებამდე უნდა მოქმედებდეს. ინფორმირებული იქნება მეტად მოქალაქე, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენ პოზიციას და მიგვაჩნია, რომ არჩევნების დღეს გათიშვა ტელევიზიები შეიძლება ძალიან დაძაბოს პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, ამიტომ არ მიგვაჩნია ეს ჩანაწერი სწორედ. საპარლამენტო ოპოზიციას კიდევ ერთი კონკრეტული მოთხოვნა აქვს. ისინი ითხოვენ, რომ ცვლილებები კანონში გავრცელდეს ტელეკომპანია კავკასიაზეც, რომელსაც არ აქვს სატელიტური ლიცენზია და მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კავკასიას უნდა ქონდეს ზუსტად ისეთივე შესაძლებლობა რეტრანსლაციის ქსელებში, რომ მოსახლეობას რეგიონებში ქონდეს შესაძლებლობა უყუროს კავკასია, როგორც იგივე ექნება დაუშვათ მეცხრე არხს და ექნება მაესტროს და ამ კუთხით არის კონკრეტული ფორმულირება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული. ჩვენ ამ კანონპროექტის არსი გახლავთ ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდეს ამორჩევლის სრულყოფილი ინფორმირება, იყო აგრეთვე სხვა შენიშვნები ტელეკომპანია კავკასიასთან დაკავშირებით, რომ მოუძებნოთ ისეთი ფორმულირება, რაც ტელეკომპანია კავკასიასაც მისცემს ამ პრივილეგიებით სარგებლობის უფლებას და ჩვენ ამას დავეთანხმეთ. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ცვლილებები, რომელიც კანონში შედის, წინასაარჩევნოდ პლურალისტური მედია გარემოს შექმნას და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობას გულისხმობს. როგორც შემოვიღეთ წლების წინ ვალდებულება მაუწყებლებისთვის, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამა გაეშვათ თავის ეთერში, ზუსტად ასევე ჩვენ შემოგვაქვს იმავე ვადით, აგიტაციის ვადით, აგიტაციის ხანგრძლივობის ვადით, ვალდებულება საკაბელოებისათვის, რომ გაავრცელონ მათი ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ყველა მაუწყებელი, რომელსაც საერთო მაუწყებლობის ლიცენზია აქვს. საბოლოო ჯამში არასამთავრობოებიც და საპარლამენტო ოპოზიციაც თანხმდება, რომ ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალებს თანაბარ კონკურენტულს გახდის. საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. კანონპროექტს პარლამენტი რიგარეშეს სხდომაზე პარასკევს დაამტკიცებს.